როცა ითხოვდით 16 იანვარს ოდესმ მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე შარაშენიძემ გვიან ღამით გამოიყენა სახელმწიფო მანქანა, სახლში მიუვარდა თავის თანაგუნდელი ნესტორ რამიშვილი და ჩაიდინა დანაშაული გაზეთას აღზრდა სისხლის სამართლის საქმე, თვლიდა რომ ხულიკან შარაშენიძეს არანაირი მორალური უფლება არ აქვს აგრძელებდეს მუშაობას აღნიშნულ თანამდებობაზე. მე როგორც დეპუტატი მოვითხოვ გამოიჩინოთ პრინციპულობა და აღნიშნული საქმის გამოძიების დასრულებამდე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ შარაშენიძეს შეუჩეროთ უფლებამოსილება. მეგონი თქვენ აქ პასუხის გაცემული გაქვს, რომ საქმის გამოძიების დასრულებამდე არ არსებობს რაიმე სამართლებრივი საკითხი იმისათვის, რომ ბატონ კონსტანტინე შარაშენიძეს შეუჩერდეს უფლებამოსილება. Tam წერილობითაც თავისთავად გაცნობა აუცილებლად. თქვენთვის ბევრი ხო არ არის ამდენი გამგებლის უნივერსიტეტების გაწვრთნება, თქვენს მიერ წამოყენებული. ეს კიდე ახალი საკითხი არის. ეს ახალი საკითხი არ არის. პრინციპულობა გამოიჩინეთ ერთი, მაგრამ როგორ გამოიჩინეთ, როცა არ გადაჭინიათ პრინციპულობა. ხო. ეს არ არის საკითხი. ასე ყველგან წერილობი. გიმეთქიო. დიახ. კოკეჯი. ხოლო ორწინა დადება ვიდეო. შეიძლება ბევრი რაღაცა მე ზედმეტი თქვი და ამისთვის ვამატიებ ყველა, მაგრამ რეალურად ერთადერთი ხეს რა ხდება, ძალიან კარგად ვიცით ყველა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამას ყავს ძალიან ისეთი სცენარი, რომელიც დაწერილია, თითოეული მათგანი არის მონაწილე. ადამიანებს უნდა თუ არ უნდა ნებსით უნებლიეთ მონაწილეობენ ამ სცენარში. ბატონო ალეკო, ყველაზე მთავარი რაც არის აქ ნუ გაგიკვირდება. ანალოგიურ სიტუაციაში ახლა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა თქვენს რომ მოღალატეები გიძახოთ და უცბად რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, ესენი ანალოგიური მოხდება ამ ყველაფერს, მაგრამ ეს თქვენ ვერ დაინახეთ, მაგრამ სახოე ვერ, არა, მადლობა გუმინდი, დატოვე ეს სამი პრობლემა. ამას მოგმა ეს ყველაფერი. დატოვე ეს სამი და